გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. Რაღაც დალპა მზიდან მესამე პლანეტაზე. 3 წელიწადნახევარი მიმდინარეობს სლავთა მკვლელი ომი. რუსეთი უტევს და უტევს. უკრაინა სრულიად უსამართლოდ ინგრევა. ჩვენი ოპოზიციის ვაი ანალიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ უკრაინა ომს იგებს. ზელენსკი კი ითხოვს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. და ყველაფერ ამის ფონზე პარტია ლელომ ყაზბეგში მერობის კანდიდატად კუპრაძის პირადი მძღოლი, ვინმე საბა ჩქარეული წარადგინა. ის რომ საბა ჩქარეულის მძღოლობა მის მერობაზე წარდგენას ხელს არ უშლის, არაა გასაკვირი. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც როგორც ეს მაიაკოვსკიმ თქვა, ნებისმიერ მზარეულ ქალსაც უნდა შეეძლოს ქვეყნის მართვა. გასაკვირი ჩემთვის ისაა, რომ ირაკლი კუპრაძეს თურმე პირადი მძღოლი ყოლია. პირადი მძღოლის ყოლა ეს რჩეულთა ხვედრია. ხოდა წარმომიდგენია დილით საკუთარი მნიშვნელობისგან გაბღენძილი ირაკლი კუპრაძე როგორ გამოდის სახლიდან სადარბაზოს კართან, მას უკვე შავი ვოლგა რა იყო, შავი მერსედესი ელოდება. კუპრაძე განგებ ნელა თავსდება მანქანაში, ნელა ხურავს კარს, არა, შემეშალა კარს კუპრაძეს მძღოლი საბა უღებს და მე ფრთხილად მიუკეტავს იმ კარს, კუპრაძემ არაფერი რომ არ დაიზიანოს. კუპრაძე აღებს ფანჯერას, მთელი ეზოს გასაგონად ხმამაღლა ამბობს ბრძოლის ველზე. მანქანა რბილად იძვრება ადგილიდან და კრება უსასრულობაში. ხოდა კუპრაძე მძღოლი ახლა ყაზბეგში მერობაზე იყრის კენჭსო. ისმის კითხვა და რატომ აყრევინებენ კენჭს კუპრაძის პირად მძღოლს? გიპასუხებთ, იმიტომ აყრევინებენ, რომ ლელოელებმა მშვენივრად იციან, მათი კანდიდატები იმთავითვე წაგებულები არიან. ერთი შანსიც არ აქვთ რომელიმე ქალაქში მერის ადგილი რომ დაიკავონ და ამიტომაც სრულიად შემთხვევით ადამიანებს სვამენ კანდიდატთა სიაში. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მერობის კანდიდატი? პავლე თუ საოლე, ზიტა თუ გიტა, ალი თუ ნინო, თუ კი ის მაინც წაგებულია. საინტერესოა პირადმა მძღოლმა საბამ თუ იცის რომ ის ყაზბეგის მერობის კანდიდატია. შეიძლება კუპრაძემ ის ფაქტის წინაშე დააყენა. გზაში, როდესაც გაზეთ ლელოს სურათების დათვალიერებას მორჩა, უთხრა საბა ჩვენ ვიფიქრეთ და ბატონმა მამუკამ გადაწყვიტა რომ შენ იქნები ყაზბეგის მერი. რომელი ყაზბეგის ლუდის გაუკვირდებოდა ალბათ პირად მძღოლ საბას. არა საბა, მთა ყაზბეგის ირონიულად უპასუხებდა ნაკითხი კუპრაძე. ქალაქ ყაზბეგის მერი იქნები ბრო, იქნები რა, სიაში ჩაგწერ და მერე 4 ოქტომბრის შემდეგ ისევ ჩემ მძღოლობას დაუბრუნდები. და 4 ოქტომბრის შემდეგ მძღოლი ისევ გეყოლებათ საბას ადგილზე მე ასე კითხავდი კუპრაძეს. საინტერესოა ამ კითხვაზე კუპრაძე რას უპასუხებდა? ჩემი ვარაუდით არაა გამორიცხული რომ 4 ოქტომბრის მერე კუპრაძემ თვითონ დაიწყოს მძღოლად მუშაობა. მაგალითად Yandex ტაქსიში ამბობენ რომ Yandex ტაქსის მძღოლებს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და ამავე დროს ძალიან უინტერესოა მეგობრებო. უინტერესო კი იმიტომაა რომ ლელოზე ფელეტონების წერა მეტად ფუჭი საქმეა. არა ლელო ის მოწინააღმდეგე რომელთან ჭიდილიც საინტერესო იყოს. გამოგიტყდებით და მე როგორც დიდ შემოქმედ ადამიანს უფრო გამიხარდებოდა ნაცები რომ ყოფილიყვნენ წინასაარჩევნო მოძრაობაში ჩართულნი. მათთან ჭიდაობა უფრო მეტ ადრენალინს გამოიმუშავებს ორგანიზმში და გაცილებით უფრო საინტერესოა. თუმცა არც იქ უქნია ღმერთს ვინმე კრეატიული. მაგრამ ნაცები მაინც უფრო სასიამოვნოდ საცემები არიან. ფიგურალურად რასაკვირველია. და ლელოსთან შერკინება კი რიგ შემთხვევაში ისეთ გრძნობას მიჩენს, თითქოს ბავშვს ვსჯიდე, თან უხეშად. და ბავშვების დასჯა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს მათ აკომპლექსებს და მერე მათგან სააკაშვილები გამოდიან. ხო და ახლა ვფიქრობ, ლელოს დასჯა, ლელოზე ღლიცინი და ლელოს აქეთ-იქ თრევა ხომ არ დააკომპლექსებს მას, ანუ ლელოს საბოლოოდ. და მერე წლების შემდეგ ლელო გაიზრდება და გამოვა ნევრასტენიკი, ფსიქოპატი და სოციოპატი. და ისტორია ამას ჩვენ დაგვაბრალებს.
ხო და მე კი არ გაგიკვირდეთ და უბრუნდები მსოფლიო ამბებს. დიახ, ზელენსკის მინდა დაუბრუნდე, უпростоრად მის ყოველდღიურ მოთხოვნებს ევროპის და ამერიკისადმი, რომ მათ რუსეთს სანქციები გაუმკაცრონ. ახლა მგონი სანქციების 19 თუ მე-20 პაკეტის მიღებას აპირებენ და დავიჯერო მართლა გონიათ, რომ პაკეტების რაოდენობის გაზრდით რუსეთს ბევრს დააკლებენ? ხო, რამეს ალბათ დააკლებენ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რუსეთს ეს მაინც არ გააჩერებს და რაც თავარია, ბარემ 3 წლის წინ მიეღოთ 20-ვე პაკეტი. რას ელოდებოდნენ არ მესმის. აი მართლა რას ელოდებოდნენ და რას ელოდებიან? და რატომ არ იღებენ პირდაპირ სანქციების 30-ე, მე-40-ე, მე-100 პაკეტს? და იმიტომ არ იღებენ, რომ ვიღაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამ ყველაფერზე ხელებს ითფობენ და მერე იმ გამთფარ ხელებს სიამოვნებით ისრესენ. ხომავობ რაღაც დალპა მეთქი მზისგან მესამე პლანეტაზე. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.